გამარჯობათ მეგობრებო, აი ეხლა ვიმყოფები პარიზში, ანუ ჩამოვედი პარიზში, მოვედი ეს არის შენობა, ანუ საფრანგეთის თავარი სასამართლო და პროკურატურა არის ერთად ამ შენობაში და ეხლა შევალ აქ და შევესწრები გავარკვიო იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც გამოვაგზავნე აქ უпростоრეთ ჩემი საჩივარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ჩემი დავის საგანი არის ის, რომ რაც არის ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც არის მანიაკი და რომელიც მე მაწამებს უკვე მე-11 წელია. გამომდინარე იქიდან, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე, აი მოვედი საფრანგეთის ცენტრალურ პროკურატურაში, ესე ვთქვათ, გენერალურ პროკურატურაში და უკვე გაგზავნილი მაქვს რამოდენიმე სადღაც ერთი თვისი გამოვაგზავნე აქ DHL-ით ჩემი საჩივარი, ესე ვთქვათ, და ეხლა ფიზიკურად ჩამოვედი, რომ ესე ვთქვათ, გავარკვიო რა ხდება ჩემს საჩივართან დაკავშირებით. მოკლედ აი აქ ვარ ამ შენობასთან და ეხლა შევალ და შევეცდები, რომ ყველაფერი გავარკვიო და სადამდეც მომწემენ უფლებას რომ გადავიღო ყველაფერს. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს 10 ივნისია და ჩამოვედი ბრიუსელში. როგორც საჯაროდ გამოვაქვეყნე, მივმართე აქ შესაბამის სტრუქტურებს, რომ გამიწიონ უფასო იურიდიული დახმარება. დღეს 10 ივნისია 2026 წლის, ანუ არის 10.06.2026. ვიმყოფები ბრიუსელში იმ მიზნით, რომ იქნებ მოვიპოვო უფასო იურიდიული დახმარება შესაბამისი სტრუქტურებიდან და შესაბამისი ორგანიზაციებიდან, ესე ვთქვათ. რაც შეეხება ჩემს პარიზში ვიზიტს პროკურატურასთან დაკავშირებით, რაც ვიდეოში უკვე თქვენ ნახეთ, მოკლედ გავარკვიე ის, რომ ადვოკატის გარეშე წარმოუდგენელია პროცესის გაგრძელება. ანუ პროცესი რო გავაგრძელო რუს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი რუსი ვინც არის საქართველოში, ჩემი მოსაზრებით ყველაზე დიდი რუსი საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი. იმყოფება და მოღვაწეობს ყველაზე დიდი რუსი დედამიწაზე, ვინც არის საქართველოს თვალსაზრისით რა, ანუ საქართველოში ყველაზე დიდი რუსი ვინც არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მის წინააღმდეგ ბრძოლობ, რა ვიცი, როგორც შემიძლია და რა საშუალებებიც მაქვს ყველაფრით, ესე ვთქვათ რა. ამას ხაზი იმიტომ გაუსვი, რომ რა ვიცი რა, ყველაზე დიდი მტერი ვინც არის საქართველოსთვის, აი იმ ადამიანთან მაქვს ბრძოლა, ადამიანი უკაცრავად ადამიანი არ უნდა მეთქვა, რაღაცა ქმნილების მიმართ მაქვს ბრძოლა, რომელიც კიდე გავიმეორებ, მე-11 წელია მაწამებს აქ ავადმყოფური, მანიაკალური ზრახვები და რაღაცა სურვილები ჩემთან დაკავშირებით, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ახორციელებს და მოყავს ქმედებაში თავის ხროვასთან ერთად, რაღაცა ესე მინი ბიძინა ივანიშვილები რო არიან პატარა, რაღაცა რა ხროვა თავისი რა. აი ამ ხროვასთან ერთად მოკლედ მე-11 წელია ეს ავადმყოფები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს მანიაკი ავადმყოფი სადისტები, ხაზგასმით სადისტები მე-11 წელია მაწამებენ, ესე ვთქვათ. აი ჩამოვედი ბრიუსელში, მოკლედ რომ ვითხოვო უფასო იურიდიული მხარდაჭერა, იმიტომ რომ მე ამ პროცესის გაგრძელებას ჩემი სახსრებით და ჩემი ინდივიდუალური მდგომარეობით ვეღარ შევძლებ.
აქედან გამომდინარე მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ აი ეგ შესაბამის ორგანიზაციებს მიმართო და თუ მოვიპოვე იურიდიული დახმარება, უფასო იურიდიული დახმარება, რა თქმა უნდა, მე გავაგრძელებ ამ პროცესს და მე აუცილებლად დავამტკიცებ ბიძინა ივანიშვილი, რომ არის სადისტი და თავისი ხროვა რა რაღაც შპანა თავისი და თვითონ არიან სადისტები. მე ამას დავამტკიცებ. რატო გამოვემგზავრე ევროპაში და რატო ვცდილობ, რომ ევროპის ტერიტორიაზე დავამტკიცო ეს ყველაფერი? მგონი, რა ვიცი, ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლე ბავშვიც მიხვდება, რომ საქართველოში მე არანაირი შანსი არ მაქვს ამ ავადმყოფების წინააღმდეგ. და აქედან გამომდინარე წამოვედი ევროპაში და რაღაც სამართლებრივი პროცესი მინდა წავმართო ევროპაში, ევროპის ტერიტორიაზე მოკლედ და აი ეს არის ჩემი, ესე ვთქვათ, მისია, აზრი და ჩემი სურვილი აქ ჩამოსვლის ევროპაში. ეს პარიზი იქნება, ბრიუსელი თუ დაუშვათ გერმანიის რომელიმე ქალაქი, მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ბრძოლობ როგორც შემიძლია ესე ჩემი სიმართლის გამო და აი ამ რუსი სადისტი ავადმყოფების წინააღმდეგ. აი ეს ყველაზე ზუსტი ფორმულირება ალბათ ეს იქნება რუსი სადისტი ავადმყოფების შპანა რა, ხროვა რა. მაგათ ენაზე რო ვთქვათ, პადლეცების რაღაცა ჯგუფი რა, რომლებიც არიან სადისტები. და აქედან გამომდინარე კიდე გავიმეორებ, რომ აი დღეს ვარ ამ წერტილზე და აქამდე მოვედი, მოკლედ ჩამოვედი ბრიუსელში და ეხლა ეს ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ, მე ავიღებ რაღაცა ტაიმაუტს, რომ თუ ჩემ პირდაპირ გახსნილად ვიტყვი, თუ ჩემ ვიდეოებს უყურებენ, ესე ვთქვათ, შესაბამისი ადამიანები უცხოეთიდან, რომელსაც შეუძლიათ რომ დამეხმარონ, აქედან გამომდინარე ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ, ავიღებ ერთდღიან ტაიმაუტს. ეს ტაიმაუტი იმისთვის მჭირდება, რომ თუ ვიღაცა არის უცხოეთიდან დაინტერესებული რომ დამეხმაროს, რომ შეძლოს ადამიანმა ჩემი ვიდეოს ყურება, რომელსაც ეხლა გადავთარგმნი ინგლისურად და შეძლოს ამ ჩემი ვიდეოს ყურება და ნუ მოკლედ თუ ექნება სურვილი მე რომ დამეხმაროს. მოკლედ რაღაცა დრო რო კონდეს ნებისმიერ ადამიანს. ესე შეიძლება 1-2 დღე ავიღო ტაიმაუტი რა. ანუ აქ ჩემით უკვე ინდივიდუალურად რომ მიმართო იმ ორგანიზაციებს, რომელსაც უკვე მე დიაიჩელი, სადაც სავარაუდოდ 1 თვის წინ გამოუგზავნე ჩემი თხოვნა და ჩემი სიტუაცია მოკლედ აუხსენი. აი ხა აქ ვარ ფიზიკურად ჩამოვედი ბრიუსელში და მე თვითონ მივალ ამ ორგანიზაციებში და რაღაცა ჩემით, რაღაცა Google Translate-ის მეშვეობით, რასაც შევძლებ რომ გავარკვიო და რა ვიცი, აი ეს თარჯიმნის გარეშე Google Translate-ზე დაგმობით, რა შემიძლია რომ გავარკვიო, შევეცდები რომ გავარკვიო ამ ორგანიზაციებთან, რომელსაც უკვე მიმართე. დაახლოებით 1 თვის წინ, უკაცრავად, დაახლოებით 1 თვის წინ დიაიჩელი საშუალებით. მოკლედ, აი ეს მინდოდა ყველაფერი მეთქვა საჯაროდ. მადლობთ ყურადღებისთვის, შემდეგ შეხვედრამდე. დღეს არის 10.06.2026 თარიღი. ნახვამდის.